მეგობრებო, გამარჯობათ, მოგესალმებით. გუშინ ვახსენეთ, რომ მთელი მსოფლიოს ყველა ქვეყნის დღესასრიგი დაიკავა ტრამპმა შიდა პოლიტიკისთვის. მე არც მიმიქცევია, ვიცი რომ ფარჩაკები უფრო ფარჩაკდებიან ჩვენი საქმე. ქართული ოცნების მომხრეების, მშვიდობის მომხრეების, რაც თავარია და ჩვენი ქვეყნის გაბრწყინების მომხრეების საქმე კარგად მიდის და ეს აზრი რომ შიდა პოლიტიკა უკვე და ჩვენი რაღაცა მაიმუნობა ოპოზიციური რო მნიშვნელოვანი არ არის, მარტო მე კი არა, აგერ შმოპოებსაც აწუხებს. ანა დოლიძე გაუშვათ. რითი იმარჯვებს ქართული ოცნება იმით რომ დილიდან საღამომდე ჩვენ გვაიძულებს რომ ვისაუბროთ რა ხდება ოვალურ ოფისში თეთრ სახლში იცით რა არის ამერიკაში ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩადიან იმ შეცდომას და არც ევროპულ პოლიტიკურ ცხოვრებაში რასაც ჩავდივართ ჩვენ ნახეთ თქვენ რა თქვით პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის გარეშე საყოფაცხოვრებო საკითხებს გადავწყვეტ თუ არა რაზე ისაუბრა დონალდ ტრამპმა გუშინ გამოსვლის დროს კვერცხის ფასებზე იცით რომ ამერიკაში მარტო კვერცხის ფასებზე არა მარტო ხო ამ კვერცხის ფასები გაიგო გასაგებია ეგ ძალიან მაგარია მართლა ანუ ერთ საათის მერე უკრაინას დახარჯულ ფულზე რო საუბრობ და მაგას ხوار გულს კვერცხის ფასები არა ჯერ ლიბერალიზმის აღსასრულზე საზოგადოების სიკვდილზე ეს ხალი ნელ-ნელა რომ ხალი შალვა ნათელაშვილი ხდება თუ აკვირდებით შალვა ნათელაშვილი ვერასოდეს ვერ აჯობებს ორიგინალს არა ეგ რა თქმა უნდა როგორც გულავა თქვა შალვა ნათელაშვილი პატრიარქი არის მისი ქართული პოლიტიკის არა რაზე მინდა ის ყურადღება მიეცეთ მე რომ ვამბობ რომ დღის წესრიგი უფუჭდებათ ანუ იმდენად დიდი შოუ მოდის აბსურდის მასშტაბს ხვდები რომ ანუ რას ცდილობს რომ გაიტანოს ნეგატიურ კონტექსტში ოცნება გვაიძულებსო თეთრ სახლში ჯერესეთი როგორ გაიგო ოვალურ ოფისში რა განხილვები იყო რა საუბარი იყო და ყველაზე მაგარი რა არის გეოპოლიტიკის ირგვლივ მათი შმედიები თითქოს ტრამპი არ არის თითქოს ტრამპი არაფერს არ ამბობს რაც ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს ლიბერალურ ინტერპრეტაციას თუმცა ტრამპი ძალიან ჩატარდა ჯო ვილსონი არსებობს ხო ჯო ვილსონი რა თქმა უნდა ტრამპზე მაგარი ჯო ვილსონი არსებობს ტრამპის პრო ამერიკული პრო კონსერვატიული სიტყვები არ მოდის ჩვენ. არა რა თქმა უნდა. ხო, მარტო მოდის, აი მაგალითად ბოლოს მე მგონი ის დადეს ისიც ირონიულად რო თქვა რომ დიქტატორი დაუძახეო არ მახსოვს ეგეთ რაღაცა. არა ეს ეგ დადეს ბოლოს ეგ როგორც ტრამპის მინუსი, ან როგორც ზელენსკისთან ლაპარაკის წინა რევერანსი, მაგრამ ისეთი წყალებში ლაპარაკი შედგა. სადაც უბრალოდ ეხლა ზელენსკი ვეღარ როგორ გითხრათ აი სადღაც თავს რო შეიწყვენ აი შარვალს რო ჩაიგდო საზოგადოებაში და კილომეტრზე რო არ შეიშვება ანა დოლიძის კომიკურობა რო გვერდით გადავდოთ თავარი ცენტრალური საკითხი რაც ახსენა და რაზეც ოპოზიცია არის შეთანხმებული არის ის რომ თურმე ოვალურ ოფისში რა ხდება და შესაბამისად ანუ გეოპოლიტიკა როგორ ლაგდება იმიტომ რომ ოვალურ ოფისში ლაგდება ამას ოცნება აიძულებს რომ ვის ასპარეზოს ხალხს და უყურე ან თურმე ეს არის იმდენად უმნიშვნელო იმდენად მეათე ხარისხოვანი რომ ამის მოსმენა არის პროპაგანდა ქართული ოცნების ეხა უყურე ხო და ოპოზიციური ტიპები ამას ამოვენ ადამიანები რომლებიც წინა ადმინისტრაციის პერიოდში 4 წელი გვაცხოვრებდნენ ნიტო што ოვალურ ოფისში ხდებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში და იმისი ვიღაცა ქვედარგო რას დაწერდა და რა კომენტარი ექნებოდა იმაზე აგებდნენ ხელის მოპოზიცია სამარცხვინო ზოგი სელფებს იღებდა 5 კილომეტრით ზოგი 10 კილომეტრით ყინვაში იყინებოდა ოღონდ ტრამპთან მიახლოების ილუზია ჰქონოდათ ყველა ოპოზიციონერი მათ შორის მიშაც რა თქმა უნდა ტრამპთან მიახლოების ილუზია რო ქონოდათ ოღონდ ეს გაესაღებინათ რაიმე წარმატებად და ეხლა მეუბნებიან ბევრი ტრამპი ბოლოს ხო გახსოვს ზურაბიშვილის ის რო წავიდა რა აწევა რომ ნახევარი საათი ელაპარაკაო ტრამპს ფოტოები რო დადეს ვაფშე არის ის ხო გახსოვს მაკრონმა რაღაცა მაგარი შედეგი გამოუღია ალბათ მოდი ორის ჩელეყურვა კარგია და გავუშვათ ზაკარს ამბობს ბიჭიკო ჩვენ უბრალოდ მზად როგორ არ ვიცოდით რაც ხდებოდა უბრალოდ მზად არ ვიყავით და შესაბამისი პასუხი ვერ გავეცით არა ხმის დასწრებით ანუ შესაბამის პასუხი ვერ გავეცით ნაწილს პროპაგანდას
მზად არ ყოფნა აქ არაფერ შუაშია და ამის იქეთ მგონია რომ ოპოზიციამ რაც უნდა რა შედეგიც უნდა დაგვიფიქსირებინა იქ ვერ გავაკეთეთ, იმიტომ რომ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო შედეგი, ასე რომ არჩევნები რო გაყავდა მაგაზე არ დავობთ, მაგრამ გაყალბების იქით როგორი პერფორმანსი ქონდა ზოგადად ოპოზიციას, მგონია რომ არ იყო ეს ყველაფერი კარგი. ეს ყველაფერი რას შეიძლება ეხლა თუნდაც ის რასაც თქვენ საუბრობთ, რა გაკვეთილს იძლევა თქვენი პარტიისთვის, გაკვეთის კი არა, საშემოდგომო გვაქვს გამოყოლილი ყველას და მაგაზე უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ მუშაობენ ალბათ ზურა ჯაფარიძე საველე სამუშაოებს უტარებს თავისი საჯდომით ლეტალური იარაღი როგორ არა ეს აღიარება მეგობრებო ეს აღიარებები შენ არ ფიქრობ რომ ეს აღიარებაა ხო მაგრამ არა აღიარება არის პირდაპირ ანუ დაიწყეს უკვე რაღაც სტილი რა გამოყოლილი მაგრამ თვითონ ალბათ რასაც გულისხმობს სავარაუდოდ ეს არის ომის წინააღმდეგ პროპაგანდა და ნუ პროპაგანდას მე არ დავარქმევდი ამას ეს არის რეალობა, სრულად რეალობა, რომელსაც ომის დაწყების დღიდან ვამბობდით ჩვენ, ესე იგი ქართული ოცნების ლიდერშიპი, რა თქმა უნდა ეს იყო ალბათ ამას ისეთი საფუძველიც ჰქონდა, რომელსაც ისეთ შემთხვევაში დაამტკიცებდნენ კიდეც რაღაცით, რა თქმა უნდა ომში გვითრევდნენ პირდაპირ. არა, დამტკიცებულია გვაქვს სკრინები და ვიდეოები არსებობს. ხო და მაგას ვამბობ, ვიდეოები. წინა ადმინისტრაცია, რომელიც პირდაპირ მეცადინეობდა მაგ საკითხში რომ ჩვენ ჩავეთრეთ ომში და ეს არ არის პროპაგანდა, ეს არის რეალობა. ჩვენ გადავრჩით ამ ომს, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ეს არის უმნიშვნელოვანესი და არც ერთ შემთხვევაში ამას არ უნდა დავარქვათ თუ პროპაგანდაა, რეალობის პროპაგანდაა მაშინ. ხო, ნუ პროპაგანდა ხო, კი, არა, თუ ესია. და ასევე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ მე კომენტარს ანადოლიძეზეც გავაკეთებ, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გააკეთა ამაზე ძალიან ამომწურავი კომენტარი და რას ნიშნავდა ეგ. ესე იგი, ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ ხალხი დავაჯერეთ, რომ უკრაინა შეძლებდა ომის მოგებას რუსეთთანო. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ზუსტად პროპაგანდას, ომის პროპაგანდას აწარმოებდა მეორე მხარე. ანუ გლობალური ომის პარტია, რომელსაც ინსტრუმენტად ჭირდებოდა უკრაინა, ამხელა ქვეყანა, ანუ ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანა, როგორც მოსახლეობით, ისე ტერიტორიით, ანუ უძლიერესი ქვეყანა მართლა და რას დაამსგავსეს უბრალოდ, ხო? შრომის უნარიანი მოსახლეობა მამკაცების მიგრაცია, სიკვდილი, ეკონომიკა, ნუ ფაქტობრივად აღარ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები და ასე შემდეგ. ანუ ზელენსკი რაც ამბობს, რომ მინერალებზე ხელშეკრულებაზე დათანხმება იქნება 10 თაობის გადასახდელი, აი ეს ომი არის ნამდვილად 10-ზე მეტი თაობის გადასახდელი. ანადოლიძემ რაც გააკეთა, რომ ოცნება გვაიძულებს, რომ ესე იგი ჩვენ თითქოს ლეგიტიმაცია მივიღოთ იქიდანო, რა ქვია, ამერიკიდან, რა ვიცი. მე ესე ვიცი რომ რადიკალური ოპოზიცია თვითონვე ამბობს და ნინო ლომჯარე ამას კიდე კარგი ილუსტრაცია იყო ნინო ლომჯარე ამის რომ აქციების პერიოდში როდესაც აფუშინგებდა უცხოელ პოლიტიკოსებს რომ თქვენ თუ არ გააკეთებთ კომენტარს ჩვენ აქ არაფერს წარმოვადგენთ ანუ ლეგიტიმაციის წყარო მხოლოდ და მხოლოდ არის უცხოელი პოლიტიკოსი როგორც ამას ამბობდა ის ბურჯანაძე სახალხო დამცველის ის აპარატის რომელსაც რა თანამდებობა ეკავა რომელიც ამეტან პეშკებზე არა ეს ხატწერი გამოსახულება იყო რომ ევროპამ რო გითხრა ჩვენ ორ ფეხზეც უნდა დავდგეთ კი ამერიკის საელჩოში ოცნება მეგობრებო ჯერ მონანიებიდან ეს კადრი მინდა გაუშვა თუ შეიძლება გაუშვა ხმახოა ეს მონანიება არ არის მონანიება რეკო დატვისხედეს მოდის გაწოდებული მღელვარება ელგმა ნიაღვარი რევოლუცია კარგია ეხა გავუშვით ალიკო ელისაშვილი აუ რა პარალელი გაუშვით და ნახავთ პარალელს ბატონო ალიკო თქვენ ამბობთ რომ გაზაფხული არის ჩვენი ერთ-ერთი მოკავშირო გულის მოდის ჩვენი მოკავშირე კი ბატონო აი თქვათ რომ უფრო მასშტაბური უფრო მრავალრიცხოვანიც გახდა გაზაფხულზე თუნდაც უფრო შემდეგ არ ვიცი ზაფხულშიც ეს აქციები პროტესტი კვლავ წესრიგში ახალი არჩევნების მოთხოვნა და ოცნება ისევ იგივე პოზიციაზე და საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადოთ აგერ არის არჩევნები, შემოდგომას მიიღეთ მონაწილეობა და გატესტეთ, რამდენი არის თქვენი მხარდაჭერა. აი, სხვათა შორის კალაძემ თქვა რამდენიმე ხნის წინ, როდესაც საუბრობდა სწორედ ამ არჩევნებთან დაკავშირებით. როგორი არის თქვენი სტრატეგია? მოვემზადეთ, ყველა სცენარი გავუშვათ ბატონო ალექსანდრე. თავარი არის გააჩერეთ ახლა ეს. თავარია რომ ეს უკდავი ფილმია, დატვისხეთ ძლიერი და მართლა კაშკავსაძემ რევოლუციონერის
ყველა იმ რევოლუციის დედავატირე, რომელსაც თბილი ამინდი ჭირდება რა. ანუ იქნება ჩემი კომენტარი. რა თქმა უნდა. მოდის დელგმა რევოლუცია მოდის და ირონიულადაც არის აქ ნახსენები ეს, მაგრამ ყველაზე მაგარია რომ ალეკო რაც კარგი იყო ის როგორ გააბანძა მელისაშვილმა და გაზაფხული მოდისო ბიჭო ცითვო იქნებაო და მეტ ტემპერატურულ რეჟიმში უფრო კარგად მოახდენთ. კი და თქვენ ალბათ კარგად გახსოვს ახლა ვეძებ რა მაგ ვიდეოს. მოდი მაშინ ის რო იყო რა ქვია. სურათი არა ლელოს საარჩევნო კლიპზე რო იყო პაროდია გაკეთებული გახსოვთ? დუდუ აბაჩკარა მოდის. მოდი ჯერ მაშინ ლაკა გაუშვათ. ეგ მოდის. ლაკა გაუშვათ რა. რაზე ლაპარაკობ? კატეგორიულად არანაირი არჩევნები, სანამ არ იქნება ახალი და სანამ არ იქნება ახალი წესით და არა ივანიშვილის ჩატარებული, არანაირ აი ესეთ პროცესში შესვლა ეს რას ნიშნავს? ეს არის ღალატი, პირდაპირ. ღალატი ხალხის ეს ხალხი რის ციფრს. ჩვენ თქვით რომ არჩევნები გაყავდა, მე გაუარესდა საარჩევნო პირობები, გაუარესდა, ხო? მედია კანონი, კიდე სხვადასხვა კანონი გაუარესდა და ჩვენ მერე შევდივართ რაიმე ფიქრობს მე რაიმე პროცესში არ არის ეს ხება პირდაპირ ხალათი რასაც აქამდე ვიცავთ და პირდაპირ ხალათი ხალხის რომელიც იბრძვის მაჩორის პოლიტპატიმრების შოტლანდიური სტვირის ხმა ისმოდა ვალინკის და იქ არის ხო ინგლისში არის დიდ ბრიტანეთში კი ბატონო ხო ნუ აი დიდი ბრიტანეთიდან გვეუბნება რომ არ იქნება არჩევნები ანუ ლოგიკური რა არის რაც ეს ტელევიზიის წამყვანაც კი საოცრად თქვა ჟურნალისტი რომ თუ გინდათ შეცვლილება, მოიგეთ ადგილობრივი არჩევნები, თბილისში შეგახსენებთ, რომ ქართულ მოცემამ კარგი შედეგი არ აჩვენა და ჰიპოთეტურად მანამდე ჰქონდათ შანსი თბილისში შედეგის მიღწევის, მაგრამ ასეთი კრახის შემდეგ, რაც მათ არჩევნების მერე განიცადეს, ასეთი დემორალიზაციისა და ასეთი მარგინალიზაციის შემდეგ თბილისშიც წააგებენ ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. და გარდა ამისა, ბევრი რამ მოხდა. ტრამპი მოვიდა ხალხმა, ბევრი რამე დაინახა, ქართული ოცნების სიმართლე დაინახა, შორსჭედელობა და ასე შემდეგ რა. და თავარი კრიტერიუმი ის არის, რომ 500 კაციღა გამოდის იმ აქციებზე ხალხმა გადატრიალებას და რევოლუციას, მათ შორის თბილისელებმაც უარი უთხრა. ეგ არის და ეგ შესაბამისად მან არანაირი ის არ არის, რა ქვია. არანაირი, ასე ვთქვათ, არც გაზაფხული, არც ზაფხული არ იქნება. არმაზახვრიდიანი ძალიან პესიმისტურ ასევე განცხადებას აკეთებს გაუშვით. არავინ არც ვაშინგტონში და არც ბრიუსელში ერთხელ კიდევ მიწევს ამის გამეორება, მაგრამ ფიქრობ რომ საჭიროა ამის თქმა, არ და ვერ გადაწყვეტს ჩვენს შიდა პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ საკითხებს. დღეს პრინციპულად, რა თქმა უნდა, დასავლეთი ყოველ შემთხვევაში ევროპა და ევროატლანტიკური მოცემულობა სივრცე არის საქართველოში დემოკრატიული არჩევანის მომწიფების სასარგებლოდ, მაგრამ მიდი არ მოშებერე. ხო, ესე იგი, არმაზახვრიდიანი ერთ-ერთი ღორი პიროვნებაა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით როგორ დაესხა თავს, შეგახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ასევე შექმნა ეს უცნაური კაცისგან რაღაც შექმნა. გამოიგონა ეს ტიპი ბიძინა ივანიშვილმა და ვიცით რომ რაღაც საქმიანი ურთიერთობაც ჰქონდა, საქმიანი რა, სახლი მიყიდა. და ზუსტად ვიცი ამბავი რომ სახლის კარგ ფულად სხვა შორის და მე უთხრა რომ წამართვა. მე თქვა რომ წამართვა, როცა რაც ხის, იმაზე ორჯერ მეც ხდის ხოლმე ესეთი წესი აქვს. ხეების გადაყანის პერიოდში ეს წესი ყველამ ძალიან კარგად ვისწავლეთ, ვინც ამას უყურებდა. ხო და რა თქვა, იცი რომ ორჯერ იაფად ისაო და რომ უთხრეს თანხა საკუთარი სახლის მწვანე კონცერტზე გაყიდვის თანხა რა გააკეთა იცი ბორჯომში ჩამერიცხეთო ბიჭო ანუ თბილისშიც არ წამოვიდა აქ ვარ და აქვე მინდა ეხლა რაში ისვენებდა ტიპი ბორჯომში ეს ყველაზე კარგად და ანუ ხამი რა ფულის ხამი ხასიათა თეატრულკიანმა მაშინ როდესაც პარლამენტში მე მგონი მინისტრის საათი იყო ეს მინისტრი არ იყო მაშინ არა თიარო იყო და ეს ოპოზიციაში იყო ხო ხო ეხა დარბაზში ყველა ოპოზიციონერი იყო გასული ხო მარტო იყვნენ შაშარი ქალი ოპოზიციონერები და ეს რა და ეგეთ კომენტარი გააკეთა რომ ეხლა დარბაზშიო არისო 4 ქალიო და არმაზახვლედიანიო ანუ იმენ არაფერში რო არ ჯდება ეგ კაცი არის რა მოდი ირაკლი კუპრაძე ბიჭო რაკჭი კუპრაძე ხო ბოდიში კუპრაძე ლელოელი ხო ყველანი თანხმდებით მიზანზე და მიზნის მისაღწევი გზები შეიძლება ოდნავ ხედვებით განსხვავდებოდეს, მაგრამ აქ კომპრომისების მიღწევა არის სრულიად შესაძლებელი და
არ მგონია რომ რაიმე სირთულეს წარმოადგენდეს. თავარია რომ ეს პროცესი მიდიოდეს რაღაცა თანასწორ საწყისებზე და არავინ არ ცადოს ამ პროცესის რაღაც მისაკუთრება თავის მხრივ ასევე გადამწყვეტია რომ საზოგადოების ყველა სფერო, მათ შორის რუსთაველის გამზირზე მდგომი სამოქალაქო საპროტესტო ჯგუფები ჩართული უნდა იყვნენ ერთი ამ დოკუმენტის გასაგებია. რა ვერ გავიგე, იცი, რა პროცესზე საუბრობენ? გადატრიალებაზე? მე საერთოდ ეს ხო უკვე დამთავრდა. ეს არ არსებობს. ხომ მორჩა ეს ლაპარაკი? ხოლმე ეთერში, როდესაც ლელოს ყავს ისეთი გიგანტები, როგორიც არის გეგელია, როგორც არის ბუაძე. გეგელია გარკვაკ დღეს. როგორც არის ჩვენ ქართველი სლიფიჯო. რომელი? ვინა ქართველი სლიფიჯო ვინ არის? ბადრი. ბადრი არის ქართველი სლიფიჯოს, მაგრამ შეხედოს სუგონია რომ ეძინება. ხო, და ყავს ბორჯი. და რომელიც გაშვებაც შენ გეშინია. რომელიც გაშვებასაც უთრი. მამა ბუღაზე? ხო. მოკლედ. რა პროცესია? გავუშვა არ გვაქვს. კაგერცო. ანადოლიძემ ძალიან საინტერესო რამე თქვა რა, რომ ქართული ოცნება, ესე იგი შენ ისევ ანადოლიძეს უთრიალო, ხო? არა, ეხლა რაღაც ინფორმაცია წავიკითხა ანადოლიძე ამას, რომ ქართული ოცნება გვაიცულებს, რომ დღე და ღამე უყუროთ ტრამპს, ოვალო კამერას. ქართული ოცნება ამას არ აიცულებდა. აი სიტყვაზე ვთქვათ, ესე არ ხდებოდეს, არ შეხედავენ რა ხდება მსოფლიოში. იმიტომ რომ ესეთი ინტერნეტში არ შევლენ, ხო? დისკურსული ესეთი მეტანარატივის ცვლილება ალბათ 21 საუკუნეში არ ყოფილა. იმიტომ რომ ეს არის უდიდესი გადატრიალება, როგორც იდეოლოგიური, ანუ შიდა ლიბერალური დემოკრატია იცვლება, ისე გეოპოლიტიკური, იმიტომ რომ ამერიკა სრულიად სხვა საკითხებს და ესე იგი გზებს მიმართავს. ასევე იცვლება დასავლეთის როგორც ერთიანი თლიანობის აღქმა, როგორც იყო ადრე და ჩვენ კონსტიტუციაში რაც წერია, ევროატლანტიკური სტრუქტურები და აღმოჩნდა რომ ეს სტრუქტურები მართლა რას ნიშნავს, კაცმა არ იცის, იმიტომ რომ ერთად აღარ განიხილება. და გუშინ ძალიან საინტერესო გამოსვლა და მოხსენება ქონდა მაკრონს რა, რომელმაც თქვა რომ აბა ბიჭო ჩარს გავაგზავნე. ხო, რა და ბირთულ იარაღზეც ისაუბრა, არა, ბირთულ იარაღზე დავამატებ შემახსენე მე. მე იმენა არ გეჩრებით და დავამატებ. ბირთულ იარაღი საინტერესოა, იცი რა ბირთულ იარაღი აქვს? არ ვიცი. არ ვიცი. ხუთს აკაშა დავში, აქ მოძველებული რაკეტები, მეტი არა. არა, ეგ ვიცი. არა, აქ არის. ელი ევროპა, ხო, ეგ ბირთულის რო შეკრება, ჯერ რუსეთს ყველა, არა, ეგ ცალკე საკითხია. მე ამაზე პუტინმა უპასუხა, რომ ნაპოლეონებას ცდილობსო და ისტორია რო გაიხსენოს ორი დასრულდა და როგორ, მაგრამ ენო ეგ ცალკე საკითხია რა, რომ ესე იგი, მაგრამ აი მე რა გამახსენდა. შენ ხა პუცინი აციტი. ნუ მომიწია რა, რა გავა. ერთი ბიშტი შენ. ხო რა, 2018 იყო, თუ არ ვცდები, 2018 წელი, როდესაც მაკრონი ერთ-ერთი პირველი იყო ევროკავშირიდან განსაკუთრებით, ვინც პუტინის ქების ავანგარდში იდგა. ლაპარაკობდა, რომ მე მწამს ერთიანი ევროპის ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდეო. რაც ნიშნავს, რომ ევროპა, ესე იგი, რუსეთი არის არა, ვლადიკავკაზიაში. რომ რუსეთი არის ანთროპოლოგიურად ევროპაო. მე რა თქვა ჩვენზე? და ეხლა მაკრონი ამბობს, რომ რუსეთიო ამას რომ მორჩება, მერე ჩვენ შემოგვიტევს და რა გაგიკეთებს? საქართველოს რა თქვა გეოგრაფიულად არ არის ევროპა. ხო, ეგ გეოგრაფიულად ვაფშე არ არის. თავის თავს შეეწირავდნენ. ვლადივოსტოკამდე კი არა, მართლა ვლადიკავკაზამდე თქვა ბიჭო. ხო, მართლა და გუში რა თქვა, რომ რუსეთიო ესეთ შეშინებულები როგორ არიან, იმას რომ მორჩებაო, მე ჩვენთან ევროპაში. აი წარმოიდგინე რა გოერევაო. არა, მართლა იცის თავისი არმიის შესაძლებლობები და იმიტომ რა. ეგ გასაგებია, მაგრამ ეხლა როგორ წარმოგიდგენია უცბად რომ პარიზში გადასხას დესანტი, მან? არა, არ მოხდება, მაგრამ იცი რომ კორეელები რომ რიცის სასტუმროში რო შედიან. ესეთი ნაპოლეონის რომების შევიდა, ალექსანდრე მესამე შევიდა და იქ ბისტრო საიდან წამოვიდა და ასე. ბისტრა და ფული გადაიხადა ვინ? იცი მთელი ჯიგრები ოკუპანტების მიერ შეჭმული საჭვენების ფული გადაიხადა ვორონცოვმა, აი ჩვენმა მეფის ნაცვლად. მაგრამ მაგას პოლონში რა ხდება? კაჩინსკის ძმა სახელი დამავიწყდა იაროსლავ თუ რაღაცა. მოუხსნეს იმუნიტეტი და იჭერენ.
რომელიც იყო წინა ადმინისტრაციის ამ კანონი და სამართლის და ძალიან ისეთი პარტიის ლიდერი რა. ერთ-ერთი მსხვილესი ოპოზიცია და რომელსაც აქვს კონსერვატიული ევროსკეპტიკური ხაზი რას ამბობ რის გამოვიჭერთო ბიჭო რუმინეთში რის გამო დაიჭირეს რა მნიშვნელობა აქვს რის გამოიჭერეს და იუსტიციის მინისტრი პოლონეთის გაქცეულია უნგრეთში და უნგრეთ პოლონეთის ომია თითქმის იქამდე რომ გადაასწრო საზღვარზე და ვეღარ არ უბრუნებს ის არა ქვია პატიოსანი კაცი და მე მინდა უბრალოდ ტრამპზე რა ხდება გვარამიას ნართაული ქარაგმული ნათქვამი შემოგთავაზოთ 5 დღის წინ ყოფილი და როგორ გამოგჩა პოლიტიკოსი მორალის და გავხდი მაგრამ ტრამპზე არ არისო ამბობ აბა ვიზი არის ზელენსკი პოლიტიკოსი მორალის და ისტორიული გამოწვევის შეგრძნების გარეშე სოფლის ხოჭობას ვერ უნდა გასცეს მასშტაბით თუ როგორ სწადი მოვსი დაიძინე ბიჭო აი მართლა აგიაშვილსა ნიკასო არ და ეს მემედო სტატუსად ეს ჩემი სკრინი ხო აგიაშვილსა ნიკასო არ ნაყარება და ამას მე თუ არ ვწდები ძალიან მაგარია ამას მოყვება ძალიან მაგარი კომენტარი ოღონდ ეს კომენტარი არა დავწერე რომ მეთქი საზებიროა ერთ ლექციაში ვერ მოაქცევ ანუ გაგრძელიანი წერს რომ ისტორიის სწორხარეს ვინ გასო და თავარი ისტორიის სწორხარეს იდგეო და ეს პასუხობს კიო ხო ანუ სერიოზული გეოპოლიტიკოსების ჯახია რა ერთი არის გერმანული სკოლა მეორე ატლანტური სკოლა რა მე მაინც უფრო კონტინენტური ევროპის ერთი ხო და გერმანული კონტინენტური და მეორე ატლანტიკოსია რა უფრო გობცის რადიკალური ისტორიციზმიდან გობცი ბიეს ჰეგელი დაჟე მე უფრო ვიტყოდი ნიცშეს ისტორიციზმი და კანტის. კანტი რადიკალური შერიგება და ნიცშე რადიკალური დაპირისპირება. და წრებრუნვას, ისტორიული წრებრუნვა. მიხდი აი ნანუკა და საერთოდ არ შეშფოთდი? იმიტომ რომ ისტორიის სწორი მხარე და სხვათა შორის ეცა ბოდიში ისტორიის სწორი მხარე, აი ისტორიციზმი როგორც ფილოსოფიური კონცეფტი. მორალით განსაზღვრა ისტორიის რა. აუ ნიცშე და კანტი არის ალბათ ნუ რითიც არის ინსპირირებული ყველა ვაფშე რა არის ისტორიის სწორი მხარე მაგათ არ უკადრიათ ისტორიის ისტორიის სწორი მხარეა აგერ სხვა ქვეყანაში მცხოვრები არანაკლებ განვითარებული ტიპის და სხვა ტრადიციები დაზრდილი არაევროპული ისტორიის სწორი მხარე არ არის კაცო მოგოლებისთვის ჩინგისხანი იყო ღმერთი და ღვთაება და ისტორიის ძალიან სწორი მხარეს იყო და ვინც მაგას ებრძოდა არასწორ მხარეს მაშინ არასწორ ჯერ ეგენი რასაც გულისხმობენ ისტორიის სწორ მხარეში იმაშიც არასწორები არიან ჩინეთისთვის სოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყნის სხვა რამეს ვამბობ ისინი რასაც გულისხმობენ ისტორიის სწორ მხარეში რომ ესე ლიბერალური მიდგომა ხო თუნდაც ლიბერალური დრო გავა და ეს დისკურსი მაინც აქტუალური იქნება და ჩვენ გაგვაღმერთებენ ეგეც სისულელეა მუდმივი არაფერი არ არის მუდმივი კი არა ეგენი ვაფშე გაკრებიან როგორც დისკურსულად მხარის დედავატირა რომლის სადემარკაციო ხაზებსაც ნაცები აულებენ აქედან დავიწყოთ გვარამია თქვენ როგორ არ შფოთავთ ბიჭო იმას რომ გვარამია ტრამპის მისამართით გამოიყენა ფრაზეოლოგია წადი შვილო ანუ მელია როგორც აფარჩაკებდა გუბაზის ლაივში ანუ ეს იკადრა გვარამია Facebook-ში მე მგონი ტრამპის მისამართით ბაო ტრამპი როდესაც კი არ არისო ეს ჩემი ამერიკაო და არ მიყვარს ესეთი ამერიკაო და ამბობდა ეგეთ ერთი წუთი სხვა რამეს ვამბობ კაპიტოლიუმში რო შეიჭრნენ მე მგონი მაგ პერიოდში ოღონდ მანამდე რამოდენიმე კვირით ადრე გვარამემ როცა იგრძნო რომ თითქოს ტრამპის ადმინისტრაცია იცვლებოდა გამოვიდა და თქვა რომ ეს არის კლოუნიო ეს არ წარმოადგენდა ამერიკას ვიზე უნდა ვილაპარაკოთ რომელსაც სოციალური ქსელიც კი დაუბლოკესო ანუ და ეხა რა თქვა ეგ სხვა შეფასება არის წადი შვილო ნიკა გვარამიასგან დაჟე გუბაზს არ ეკუთვნის ხო და მე მგონი ტრამპზე არ დაუწერია აბა ვიზე დაწერა ბიჭო ანუ აშკარად მაგაზეც ჯეიდიზე ხო მაშინ ხო აბა მამა ბუღაძე გავუშვათ რა ადრენალინის მოღამზევა ან ზელენსკიზე რა ვიცი მე ვიზე დაწერა ვიზეც დაწერა და გვარამიას გავუშვით მოადარებენ ხოლმე თქვა წინა რეჟიმი ხა მე არ მომწონს სიტყვა რეჟიმები არ მიდიან არჩევნებით რა თქმა უნდა ეს თემა დახურულია როგორ შეიძლება ის რეჟიმად ჩათვალო იმას თავის ქვეყნისთვის ამჟამად მიხეილ სააკაშვილს და მის თავრობას არ უღალატნია დასალური ორიენტაცია ევროატლანტიკური ორიენტაცია იყო ხაზგასმული ნახეთ თუნდაც მისი ბოლო სიტყვა გაეროში გამოსulis დროს როგორი იყო ხო მიხეილ სააკაშვილის რაზე ვლაპარაკობ და მოადარებენ ხოლმე ერთი და იგივე ნაცი კოცი არ არის ერთი და იგივე ხაზზე სხვადასხვა რამეა გავაჩეროთ მარაზმატიკი ახლა ამას სერიოზულად როგორ უნდა გასწრებო მანიაკია
არა, მანიაკია, მარაზმატიკოსია, მაგრამ საწყალი. რა ეს მოხუცი მარაზმატიკოსი. რა და არა მარტო ესენი. ეს რა კუნთებზე იყურებიან? არიან კიდე ვიღაცა კუნთებზე. რას გააკეთებენ? ხო კონდათ გამოვიდნენ ცეცხლით კინაღამ გადაბუგეს. ზიანი მიაყენეს სპეცრაზმენებს და მოხვდათ კიდე ღრანჩი. მე ვერაფერი ვეღარ გააკეთეს, ვერ განავითარეს. ვერ მოახდინეს მაიდანი და წავიდა ეგ დრო. всё, კონდათ თეორიული შანსი. ეხლა ყველაფერი აღმოჩენილია, ყველაფერი გაშეფრულია, ამერიკა ფულს აღარ აძლევს და წინააღმდეგია, ევროპას თავისთავი გაჭირვებია ამერიკასთან ბრძოლის გამო. всё, მორჩა, დაინგრა ეს რაღაცა ილუზიები, რომ ძალით რამე შეგიძლიათ. თუ გქონდათ, რა კიდე თქვენ დედავატირე რა. კარგად ზანდებოდეთ თქვენი ასეც და ისე და ჩემო ძვირფასო მაყურებლებო მარტო არა ეს მარაზმატიკი ეს არც უნდა გაუშვა ეს მარაზმატიკები უკვე არა არც კომენტარს მართლა არც იმსახურება არა ეხლა და რა წარმოვიდგინე ისი რომ ეს წუნიანს როგორ ჭამს ხვდები? აუ კარგი რა. ან მე მაფიქრებ შევარდა და დააბერხა. იმენა დააბერხა. კლიზვით იღებს. აი. მაგის აი ბორშის კლიზმას იკეთებს. ერთი დღით მინდა რომ მაგის ასაკის გავხდე. და ეგრევე წვერს გავყავდი. ასაკზე ნუ იმაშვები ეგრევე. გავხდებით მაინც. როგორ რა თქვი? მაგის ასაკის რო გავხდე რომ ეგრევე წვერს გავპარსავდით. მაგის ასაკიც რო იყო, ეხა არ შეგიძლია. ეხა არ შეგიძლია. ბიჭო, ეხა ტეხავს. უფროს კაც როგორ გაპარსა. დაჟე ისე არ ტეხავს. არა, დაკლების საშინელებები არ უთქვამს და უფროს კაცის გაპარსვა მოერიდა. ოუ, იმენა პერვერსია. არავნეზე ვიზამდი რა. ის იმაში ხარჩოს და იმის ოყნები იქნება. კარგად ზანდებოდ. ვალავდე. კი არა და. ორშაბათი.